საარჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება ოპოზიციის ერთი ნაწილი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს, მეორე ნაწილი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. პოლიტიკური ოპონენტები საკუთარ წარმატებებში დარწმუნებული არიან. ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტით მოიპოვებენ. ისინი ისევ აქტიურად საუბრობენ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის შესახებ, რომლის გეგმაც მათივე თქმით 4 ოქტომბრისთვის არსებობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ხალხის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ მოიპოვებენ არჩევნების გზით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოსვლის პირველივე დღიდან ამბობდა, რომ ესენი არიან რუსები და ესენი არანაირი არჩევნებით არ წავლენ, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი ესე არჩევნებით არ მიდის და ერთადერთი გზა ბრძოლით ჩვენ ყოველთვის გვესახებოდა ქუჩა. ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ვერ წარმოედგინათ, ეხლა ზუსტად იგივე აზრზე არიან, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 2013 წელს იძახდა. ამიტომაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით ყველგან, სანამ რეჟიმს არ მოშლით, ცხადია, რომ ჩვენი ძირითადი სწავლება არის 4 ოქტომბერზე, როგორც ბუნებრივ დედლაინზე. ჩვენთვის რომ მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზაცია, ამიტომ მივდივართ ოცნების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში არჩევნების გზით. ანუ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ ოცნების დამარცხებას. ნაციონალური მოძრაობის მოწოდებები დამხობისკენ. მით უფრო მიუღებელია და რა თქმა უნდა ჩვენი ხარ ვიქნებით. მშვიდობიანი რევოლუცია და დამხობა როგორც ასეთი არ არსებობს ბუნებაში. დამხობა ითვალისწინებს ფიზიკურ დაპირისპირებას. თუ კი მსხვერპლი იქნება ამ დაპირისპირებების დროს, რასაკვირველია ეს იქნება მიღწევა იმ მიზნის, იმ გეგმის, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს გააჩნია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ძალა გააჩნია იმისათვის, რათა ქვეყანა გადაარჩინოს.